Raha midi ჭამე. Აი, გაჭამო. ოჩახ. შეხადეკი. და დადელტელე. ატა, გეჭირს. გამარჯობათ მეგობრებო. მე ვარ ერთ-ერთი, ანუ მე ვარ, როგორც იცით, მე ხომ ვიღებ ვიდეოს Facebook-ზე ვდებ. რომ გეცნოთ რა თქვი. ახლა მე უნდა დაგელაპარაკოთ ბავშვთან წესების, რომ წესები არ დაურღვიოთ ბავშვს. პირველი წესი რაც არის. თუ მაგალითად ბავშვი როცა ჭამს თან ტელეფონს უყურებს. ბავშვის ტვინი გადადის მარტო ტელეფონზე. და ეს ტელეფონის დრო აი კუტი ვერ ამუშავებს, იმიტომ ტვინში ჩადის ეს ანუ ყველგან დაკავშირებულია ტვინთან ხაზებით რა და ბავშვის ტვინი არის გადართული ტელეფონზე და არ არის გადართული ჭამაზე. ამიტომ ბავშვს უნდა დაადებინო ტელეფონი, როცა აუცილებლად უნდა დაადებინო ტელეფონი, როცა ჭამს ბავშვი. გინდა ჭამოს რაღაც აი ტკბილეული პატარა პეჩენია, ხაჭაპური პატარა. მაინც უნდა დადოს ტელეფონი, რაც გინდა აი აუცილებლად უნდა დადოს ტელეფონი რა. ეს პირველი წესი რომ დაიმახსოვრით ეს ძალიან კარგად რომ და არ დაგაუწყდეთ და ბავშვი კარგად ყავდეს. მეორე როცა მაგალითად ბავშვს უნდა ქონდეს ზომა და წონა ტელეფონის ჭერას. აი ეს უნდა როცა უჭირავს ეს ტელეფონი. ეს ტელეფონი უნდა ქონდეს ზომა და წონა. და წონა იმაში არის რომ ანუ უნდა ეჭიროს ბავშვს. ანუ იოსავამ თქვა, ანუ ექიმმა 15 წლის ბავშვზე, როცა გაიზრდება, 15 წლის იქნები, მე ვარ მაგალითად ვითომ 15 წლის რა და ეს ანუ მე შემიძლია მეჭიროს, მე უკვე თავისუფალი, როცა ინსტიტუტში ჩააბარე, თავისუფლები ხართ რა, აღარ გჭირდებათ დედა, მამა, ტელეფონის ყურება, მაგრამ როცა 15 წლის გაიზრდები, ტელეფონი რამეხსანის გინდა, იმდენი გაჭირება, იმიტომ განვითარდა უკვე ეს ტვინი და ასე რა. ხო და არ უნდა აგო მაგალითად თუ ბავშვი ხარ და შენ ყავს 15 წლის ძმა, არ უნდა თქვა ესე. იმას რატო უჭირავს 15 კი და რამდენი ხანიც უნდა ტელეფონი. თქვენ მშობლები უპასუხეთ, ის დიდია, არასწორია ეგ. დიდსაც კი სჭირდება დრო, მარტო პატარას არა. მაგრამ ზოგჯერ დედაჩემი ვიდეოებს ტელეფონი მაგაში იყენებს. დარეკვაში ან გაკვეთილებში იყენებს ჩვენ ტელეფონს. ეს არის მეორე წესი, რომ ეს არის მესამე. ბოლო წესი. როცა მაგალითად ბავშვი ანუ ჭირის მამამ და დედამ არ უნდა რა არის ჭირი ხარ ქალივითა ემოციას გამოყოს ბავშვი და ჭირის ეგ თავისი ემოციაა თორე ეს ემოციები გროვდება აი გულში საბოლოო ჯამში გული ტყდება ამისგან და მაგიტომ რა აუცილებელია ემოციების გამოხატვის გარეშე არ შეიძლება ეგრე რა კაი ეს მე გითხარით ახლა წესები რა არ უნდა გააკეთოთ და რა უნდა გააკეთოთ
შეგიძლიათ ახლობებს თუ გინდათ გადმოგზავნეთ ვიდეო თუ ახლობლები ხართ რომ იმათმაც გაითვალისწინონ რა კაი დაგემშვიდობთ